ეს კადრები მოწვევს ერთ რამეს. ცალსახად და უდაოდ რომ ეს არის სისტემური პრობლემა ქართულ პოლიციაში. კი ცდილობს ახლა ქართულოსება ამის უარყოფას. კონკრეტულ ფაქტში უნდა რომ ჩაატიოს, რომელზეც რეაგირებაც ჰქონდაო ასეთ. ხო, გამოდიან და აი რაღაცა 45,000 პოლიციელია და ერთი შემთხვევა როგორ არის, ხო? რავი კვირა არ გავარო, ხა ვის აგერახ 16 წლის ბავშვის ამბავი ახსენა გორის ამბავი. ხო, ის რომ მანამდე უამრავი ფაქტი ხო სირაძემ თავი მოიკლა ლუკას სირაძემ და ასე შემდეგ და არ ვიცი რამდენი ფაქტი უნდა გახმაურდეს რომ არ თქვან ერთეული შემთხვევა. ერთეული როგორ არის უკვე დავთვალე 4 ჩამოვთვალე მე მარტო თუ აგერ შეიძლება სხვა პერიოდს ეხებოდა, მაგრამ ადამიანი ყვება ეს ცალკე ისტორიაა. ანუ ის რაც ხდებოდა აქციებზე ეს ხო საერთოდ ცალკე თემა, მაგრამ აქციების გარეშეც ეს მაგრამ მარტო ეს არ არის იმის მტკიცებულება რომ ახლა ბევრი შემთხვევა დაგროვდა რომ სისტემური არის ეს პრობლემა, ხო? თუნდაც ის ფაქტი რომ ეს კადრები არსებობს სწორედ ეს მოწვევს იმას, რომ ეს არის სისტემური ამბავი, რაც გვეუბნება ეს კადრები ჩვენ, ხო? პირველ რიგში გვეუბნება ეს კადრები თავად გადაიღეს. ჩვენ გორის ამბავიც რომ ნახეთ, გორის კადრებს რომ ის მართალია ჟურნალისტებმა გადაიღეს, მაგრამ იმ კადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ თვითონ პოლიციელის დგას პოლიციელი და იღებს. კი ერთი პოლიციელი იღებს დასაწყისში ჩანს ეს კადრი ძალიან გარკვეული. საინტერესო იცი დიანა რომ ადამიანების ჩადიან დანაშაულს, სასტიკ დანაშაულს, ჯგუფურ დანაშაულს ჩადიან. და საკუთარი თავის წინააღმდეგ ფაქტებს აგროვებენ. ანუ ახლა მოდი რა ვკითხოთ მაყურებელებს, კოცებს ვკითხოთ, რომ რატო უნდა აგროვებდეს მტკიცებულებას და ინახავდეს ფაქტებს და იღებდეს საკუთარ დანაშაულს ადამიანი. ამ გადაგიღოს გავიგე, მაგრამ ის გორში იღებდა თვითონ, აქ ხედავთ რომ თვითონ გადაიღეს. აქაც მათი გადაიღეს. არა მარტო თვითონ გადაიღეს, მე რომ რაღაც ჩატებში გაავრცელეს ეს მამუკა მდინარაძემ დაადასტურა წინა დღეს იმედზე იჯდა და ერთმანეთს ჩატებში გაავრცელეს და იქიდანო გაჟონავა ამ კადრებმა. ეს ამბავი, სწორედ ის ამბავი. ჩატში ვინც ნახა ისინიც იმათ პასუხისმგებლობას. ანუ ეს ამბავი რას მოწმობს? რომ თვითონ იღებენ, ხო? რას მოწმობს რომ მანიაკები არიან და მე ევასებათ ამის ყურება როგორც ცემენტური რა მიზნით იღებენ რა ვიცი გაგვცენ ამაზე პასუხი ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა და ის რომ ამას იღებენ მე ერთმანეთს ჩატებში უგდებ ეხლა ვიღაცას რომ უგძებ შენ დანაშაულს წამოიგე ჩატში რო აგდებ პოლიციის ვიქნებ იქ ვიღაცა აღმოჩნდა პატიოსანი პოლიციელი და აღშფოთდა ამაზე რა რასაკეთებთ ესო მაგრამ არ აღმოჩნდა არავინ იმ ჩატში პატიოსანი პოლიციელი რამდენი იყო იმ ჩატში ჩვენ არ ვიცით მაგრამ არ აღმოჩნდა ასეთი ვინც თქვა რომ რასაკეთებთ ხალხმა ამან რო ჩააგდო იქ და რომ გადაიღო, ამან წინასწარ იცის რომ არ აღმოჩნდება ასეთი პოლიციელი. ეს მოწმობს ერთ რამეს. ეს არის სისტემურობის. ეს მოწმობს ერთ რამეს, რომ ესენი ამას რომ იღებენ და თან თვითონ ავრცელებენ, იციან რომ ეს არავის არ გაუკვირდება პოლიციაში. იციან რომ არც ერთი პოლიციელი არ იტყვის, რომ რასაკეთებთ ხალხო. იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, ხო ხდები? აი სწორედ ეს ფაქტი, რომ ისინი ამას ასე იღებენ, თვითონვე იღებენ და ყოველგვარი შიშის გარეშე ავრცელებენ საკუთარ წრეში, სწორედ მოწმობს ამას, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. იმდენად ყოველდღიური ამბავია, რომ უბრალოდ მათ არც კი ეშინიათ რომ გადავიღო და სადმე ვიღაცას მივცე, ვინმე პოლიციაში არ თქვას რასაკეთებთ ამასო. იცის რომ არავინ არ იტყვის ამას რასაკეთებთ. ამაზე მეტი მტკიცებულება რა ჭირდებათ რომ სისტემური პრობლემა. ეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემა. მე მინდა იმას საქმე ციხის კადრებთან გავავლო პარალელი. თუ გახსოვს, ხო 2012 ციხის კადრები, ნაცები დღემდე ამბობენ რომ ეს კადრებიო დადგმულიაო რა და გონიათ რომ კარგ რამეს ამბობენ. ერთი წამით რომ წარმოიდგინო რომ ის კადრები ვიღაცამ დადგა ციხეში. რა სიგიჟესან გვაქვს საქმე ხო ხვდები? ანუ წარმოიდგინეთ ციხეში ვიღაცა დადიო თან ფარული კამერით ხო ერღებდეს ბედუკაძე. ხარზე ქონდა რაღაცა კამერა შემოდებული და დადიოდა და რავი ყოველ დღე ვიღაცებს აწამებდა ციხეში არავის არ უკვირდა. არავინ არ კითხულობდა კამერა რატო გაქვს. მიდი აბა შედი ახლა დღეს ციხეში კამერით ვინმე შეაგზავნეთ და ადამიანები აწამეთ და გადაეხო. ანუ და აი ეს პარალელი რატო გავავლე იცი? ის კადრები დადგმულიც რომ იყოს, ბედუკად რაც გააკეთა, ეს უფრო ვარესია იმ ხელისუფლებისთვის. ეს მოწმობს რომ მაიამ წარიაშვილს რომელსაც ციტირებენ ხშირად, იყო მაგ კადრების საქმეზეც იყო მაშინ პროკურორი და ძალიან კარგად ხსნის სწორედ მაგ რო ავხსნა რომ პარალელს რატო ვავლებ რომ ის დადგმული რომ იყოს ის კადრები, ნაცებს როგორია კარგს ამბობენ. ეს ვარეს ამბობს, ეს ამბობს რომ იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო ციხეში წამება და მე რამწევს გადაღება რომ არავის არ გაუკვირდა რომ ვიღაცა კაცი დადიოდა ციხეში. დაცულ დახურულ დაწესებულებაში და ხალხს აწამებდა და იღებდა. არავის არ გაუკვირდა. იმდენად სისტემური პრობლემა იყო. და სწორედ ამიტომ გავავლე პარალელი, როგორც ის იყო სისტემური პრობლემა, ასე არის ეს სისტემური პრობლემა. ანუ ეს რომ იღებენ ამას და აი ეს არავის არ უკვირს, არავის არ ეშინია, მოწმობს სწორედ იმას, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. დღეს პოლიციაში ადამიანებს ცემა და ასე ჩვენებების მიღება. ახლა პოლიტიკურ საქმეზე არ გვაქვს საუბარი. უბრალოდ ამ ადამიანებმა სხვანაირად საქმის გახსნა არ იციან.
ამის უფლება აქვს მიცემული და თეატრულიანის კომენტარი სწორედ მაგას მოწმობს, რომ ამ ხელისუფლებას არაფორმალური შეთანხმება აქვს პოლიციასთან დადებული, რომ რაც გინდათ ქენით, ოღონ არ დაიწვათ. აი თუ დაიწვევით, მე რა რა ვქნა დაგჯით, ბატონო, იმიტომ რომ დაიწვით ახლა და თქვენს გამო ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. აი ერთ-ერთი ამით განსხვავდებიან ნაცებისგან, რომ ისინი პოლიციას გადაეფარნენ ბოლომდე და რა ვიცი მას რობაქიძის ვიღაც პატრულს რომელმაც შემთხვევით მოკლა პოლიციელი, იმას რა ქვია, გამოძრომას გადააყოლეს ხელისუფლება და გვირგვინიანის ანუ ისინი არ ეფარებიან პოლიციელებს. ერთადერთი ამით განსხვავდებიან, რა ეუბნებიან, რომ არ დაიწვე, თუ არ დაიწვე, აი მანქანაში თუ გალახავ ადამიანს მანქანაში და მისი კადრები დარწმუნებული ვარ კადრებიც იქნება, იმიტომ ალბათ იქაც გადაიღებდნენ, აი, მიდასტურებს. ანუ ეს გადაღება ჩვეულებრივი ამბავია. ანუ წარმოიდგინე, მაგრამ ეს კადრები სანამ არ გაჟონავს, იმ პოლიციელებს ყველაფერი ეპატიებათ. ეს შეთანხმება აქვს, რა სანამ არ დაიწვევით, მაგრამ რადგან კამერების წინ მოხდა, თქვათ, იმის ცემა ხაბეიშვილის, ის კადრები შემთხვევით გადაიღო ვიღაცამ წაქცეულს, რომ 10 კაცი ურტყამს ფეხს. და რაღაც დაიწვნენ ასე ვთქვათ. ძალიან გვიანი იყო ეხლა რეაგირება. ხო, გავიგე, მაგრამ რატო იცი? იმდენი ძალადობა ჩაიდინეს აი ამ პერიოდის განმავლობაში. ხო, მაისაშვილის კერძია, ზოგადად იმდენი ძალადობა ჩაიდინეს, რომ ეხლა ივანიშვილი ცდილობს, რომ თვითონ ხო ამაზე მოვიდნენ, რომ ესო ძალადობის წინააღმდეგ, თვითონ ისე იმდენი ძალადობა ჩაიდინეს, ეხლა ივანიშვილი თვითონ ცდილობს, რომ ამისგან დისტანცირება მოახდინოს, თვითონ აი თავის შვილი გამოიყვანა და რითი დაიწყო ხო ეს დაკავება, რომ თვითონ ივანიშვილის ოჯახისგან წამოვიდა რა, რომ აი ჩვენ ძალადობას ვემიჯნებით რაღაცა და ეს 3-4 პოლიციელი დააკავეს და დარწმუნდა ამას ეტყოდა. პირადად რაც კი კომბინარაძე იბრალებს მაგას. მან თქვა რომ მე რომ წამოვედიო, თქვიო რომ ეხლა უნდა ვთქვათ დაისაჯონ და რომ ნახეთო რომ ორ კვირაში მოხდა. უბრალოდ დარწმუნდა ამ პოლიციელებს რომ იჭერდნენ, ზუსტად იმას ეტყოდნენ, რაც სულიკენ მოუთხრა მათ ეთერში, რომ არ უნდა დამწვარიყავით, დაიწვით, ასე რა ვქნათ, ვეღარ დაგიცა. კი ბატონო.